შეკითხვებს ქვეითად მოსიარულეთა დარღვეული უფლებები და კანონ დარღვევი მძღოლები. თბილისში ტროტუარებს ფუნქცია ავტომფლობელებმა თავად შეუცვალეს. მძღოლთა კომფორტის ხარჯზე და ფეხით მოსიარულეთა დისკომფორტი კი გამჭვირვალობა საქართველოს პროტესტს იწვევს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს და შესაბამის ორგანოებს არსებულ კანონს ახსენებს. მე არანაირად არ მიშლის და სხვას არანაირად მისაღები არ არის ფეხით გადასაადგილებელ ტროტუარზე იდგეს მანქანა. ქმნის თუ არა დისკომფორტს დედაქალაქის ქუჩებში ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერება, ქვეითად მოსიარულეთა შეფასება არაერთგვაროვანია. არავითარ პრობლემას ნამდვილად არ მიხდის, მაგრამ არ არის სასურველია. მანქანა მანქანის ადგილას უნდა იდგეს და არა ტროტუარზე, ხო? მე ერთ პიროვნებას არ მაქვს იმის საშუალება, რომ გავიდე გამოვიდე და ან ბავშვი კალიაშკით ვიყავთ, ან კალიაშკით მოყავთ. იმას ხო ქუჩაში გადადიან, სავანაწიზე გადავდივართ ხოლმე და ისე ალბათ აუქცევთ გზას. როგორ არ მიქნის დისკომფორტს, მიქნის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში კი ამბობენ, რომ ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებით ქვეითთა თავისუფლად გადაადგილება იზღუდება. ასევე ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და საბავშვო ეტლით მოსიარულეთა უფლებები. ტროტუარზე პარკირება, გარდა იმისა, რომ არის კანონის დარღვევა, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა, არის ადამიანების ცივილიზებული თანაცხოვრების ელემენტარული ნორმების დარღვევა. ცხადია, რომ არღვევს ჩვენი ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას, რომ თავისუფლად ვიაროთ ჩვენი ქალაქის ქუჩებში. განსაკუთრებით ძიმე პრობლემა არის მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან. არის სამთავრობო ორგანიზაცია პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას და სიტი პარკს აკისრებს. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ პირობად კი საჯარიმო სანქციების გამკაცრებას ასახელებს. ეს პრობლემა არის თბილისის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პასუხისმგებლო პოლიტიკის პირდაპირ შედეგი. იმის ნაცვლად, რომ ამას კომპლექსური ღონისძიებები მოეფიქრებინა ამ პრობლემის გადასაჭრელად, უბრალოდ მარტივი გამოსავალი იპოვა და დე-ფაქტო ლეგალიზება მოახდინა ტროტუარზე პარკირების. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერიის და სიტი პარკის ერთობლივი უმოქმედობის შედეგად პრაქტიკულად კანონის დარღვევა კი არის, მაგრამ რეალურად ამ მძღოლებს არავინ არ სჭირს. გაუჯარიმებითაც სიტი პარკს ტროტუარზე კომისთვის როდესაც? არა. ერთხელ დაჯერებული სიტი პარკის გამო, მეც კი საერთოდ არ. ტროტუარზე კომისთვის? არა. თუ გაუჯარიმებითაც სიტი პარკს ტროტუარზე კომისთვის, ან ყოველდღე გაჩერებული ავტომობილი? არ დაუჯარიმებული. არ მახსენდება ეგეთი. ისე გამოგიყენებიათ ტროტუარი? გამოგიყენებია. ბრალდებებს უარყოფენ სიტი პარკში. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა მძღოლი, რომელიც პარკირების წესებს არ ღვევს, ჯარიმდება. საუბარი იმაზე, რომ თქვა შეიძლება ტროტუარებზე არ იყოს ან არ წერდეს სიტი პარკი ჯარიმებს, არის არარეალური და აბსოლუტურად ვერ დავეთანხმებით ამ მოსაზრებას. ყველა ის მძღოლი, რომელიც არ იცავს პარკირების წესებს და შესაბამისად არ ღვევს პარკირების წესებს, ჯარიმდებიან სწორედ ამ დარღვევის გამო. თბილისში პარკირების მოწესრიგებისა და სიტი პარკთან ხელშეკრულების ახალი პირობების შემუშავებისთვის მერიამ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დაქირავების გადაწყვეტილება მიიღო. დავით ნარმანიას თქმით, შეიცვლება და გამკაცრდება კონკრეტული რეგულაციები, რომელიც ქვეითად მოსიარულეთა უპირატესობას უზრუნველყოფს. ვქირავთ ამ კომპანიას, იმიტომ რომ უშუალოდ საერთაშორისო კომპანიის მხრიდანაც იყოს დადასტურებული ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. და ამის შემდეგ კონკრეტული რეგულაციები, რასაკურველია, შეიცვლება და გარკვეული თვალსაზრისით განუკითხაობა, რაც ტროტუარებზე ავტომანქანების თავსებასთან არის დაკავშირებული, ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და სივრცეები უნდა იყოს თავისუფალი ფეხით მოსიარული ადამიანებისთვის. მოამბის რესპონდენტთა ნაწილი ჯარიმების გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს. ნაწილი კი მძღოლების კონტროლის მექანიზმებისა და პარკირებისთვის საჭირო ტერიტორიების მოწყობის საჭიროებაზე საუბრობს. საკითხის გადაწყვეტა იმ ახალ რეგულაციებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც დაქირავებული აუდიტორული კომპანია დედაქალაქის მერია შესთავაზებს.